სემინარი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისათვის პარლამენტის უმრავლესობის წევრებს დღეს გამჭვირვალე და ეფექტური საკანონმდებლო პროცესების წარმართვა შეუძლეს წარმომადგენლები უკითხავენ ლექციას. განიხილავენ დემოკრატიულ კანონშემოქმედების პროცესსა და პრინციპებს. სემინარი ქვეყანაში კანონმდებლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტარდება. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონი უკვე მიღებულია და იმ ადამიანებმა, ვისაც კანონი ეხება, არაფერი იციან იმის შესახებ, რა შეიცვალა, რატომ შეიცვალა. ჩვენ სექტემბრიდან პარლამენტში გვექნება სრულად განსხვავებული საკანონმდებლო პროცესი. სექტემბრიდან ვაწესებთ ახალ სტანდარტს და თითოეულ კანონ პროექტზე, თითოეულ გადაწყვეტილებაზე წინასწარ იქნება ძალიან სერიოზული მსჯელობა და კონსულტაცია, მოსმენა რეკომენდაციების, შენიშვნების და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება. დემოკრატიული სახელმწიფო სხვა თვისებებთან ერთად გააჩნია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. სახელმწიფო დემოკრატიულია თუ დემოკრატიულია, გამჭვირვალეა, ღია მოსახლეობისთვის საკანონმდებლო პროცესი. საკანონმდებლო პროცესში გულისხმობ არა მხოლოდ იმ მომენტს, როდესაც კანონ პროექტი შევა პარლამენტში, არამედ იმ მომენტს, როდესაც საერთოდ დაიწყება მუშაობა კანონ პროექტზე. მის, ასე ვთქვათ, სათავეებთან თითოეული კანონ პროექტი, რომელიც აქამდე მოვამზადეთ, მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყო მთელი საზოგადოებისთვის. ამ კონფერენციას ამ თვალსაზრისით ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღოთ მის მუშაობაში. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დაესწროს კომიტეტის სტომას, გამოთქვას თავის მოსაზრებები თუ შენიშვნები, ხოლო პარლამენტი თავისუფლად ვალდებულია წინასწარ გამოაქვეყნოს კომიტეტის მოწვევის დრო და ადგილი თავისი დღის წესრიგით. ასე რომ დღეს არსებული სამართლებრივი მექანიზმები იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოების წარმომადგენლებამ საკუთარი წინადადებები შეიტანონ პარლამენტში, ხოლო თავის მიერ შეტანილი ან სხვის მიერ შეტანილი წინადადების განხილვა მიღებისას დაესწრონ საკომიტეტო მოსმენას და მიიღონ გაწყვეტილება. დღეს დილიდან ისევ